მოგესალმებით, ჩუო დღემშვიდობისა, ტელეკომპანია მეგატივს უყურებთ, ეს არის გადაცემა, რომელსაც სახელად ეწოდება შუო დღე ქუთაისში და ამავე გადაცემის წამყვანი ნანა თევდორაძე ვარ. დღესაც ხელმწიფება ვიმუშაოთ თქვენთვის და ცხადია, როგორც გვჩვევი ახალმე, კარგი განწყობა შეგიქმნათ. დღეს გახლავთ 15 დეკემბერი, დღე ორშაბათი, კვირის პირველი სამუშაო დღე. არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ როგორი განწყობითაც დავიწყებთ ხოლმე ორშაბათს, ისე გრძელდება მთელი კვირა, ასე რომ მოწყენის უფლება და საშუალება უბრალოდ არ გაქვთ. ცხადია, ბედნიერ დღეს გისურვებთ და თუ კი ეროვნული ჩემპიონატი გიყვართ, იქნებით საქმის კურსში, მაგრამ მაინც მიულოცოთ, აქვე გამოვიყენებ ეთერს, სპაერს, რუსთავს და მათ შორის ტყიბულის მეშახტეს აღზევდნენ უმაღლეს ლიგაში და წარმატებები უსურვოთ ახალი საფეხბურთო სეზონიდან. რაც შეეხება გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ მათეს ვანიძეს, რომელსაც ძალიან რომ უყვარს სადღეგრძელოები, ქართული სუფრა და ტრადიციები, ეს ნამდვილად ვიცი, მაგრამ ფეხბურთი უყვარს, მაგრამ ამაზე არ ვფლობ ინფორმაციას. გამარჯობა, მათე როგორ ხარ? მოგესალმებით, ძალიან კარგად თავად. მადლობა, კარგად ვარ. განწყობა როგორია? ჩვენია. ფეხბურთი თუ გიყვარს? სიმართლე გითხრათ, იმდენით არის. კარგი. გეპატიება ცხადია. იმიტომ რომ არჩევანის საშუალება და უფლება გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და მონაწილეობთ გადაცემაში და უფრო მეტი უნდა გავიგოთ თქვენს შესახებ ცხადია. როგორც ვახსენე, ტრადიციებთან არის პირდაპირ კავშირში დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა და მოდი თავიდან დავიწყოთ. ყველანი ბავშვობიდან მოდივართ და შესაძლოა სწორედ აქედან აიღოს სტარტი თქვენში არსებულმა და გაღვებულმა სიყვარულმა. როგორ აღმოჩნდი ამ ამბებში რომ მითხრა? ოჯახში რა თქმა უნდა სტუმარ მასპინძელი ყველას გვიყვარს, ქართველები ვართ. ხშირად იყო ჩემ ოჯახში სტუმრიანობა, ეხლაც რა თქმა უნდა არის. და ვხედავდი სულ რომ ჩემი მამა, ბაბუა იყო მოყვარული სტუმრის, აქედან ჩვენც გავაგრძელეთ ეს ტრადიცია და ვაგრძელებთ და მინდა რომ ხალხს კიდევ უფრო შევაყვარო თავი ჩემი შესაძლებლობებით. ანუ ეს არის ის ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც უკეთ წარმოაჩენთ საკუთარმა, შეიძლება ასე ვთქვათ? კი, რა თქმა უნდა. გიყვარდა ბავშვობაში სუფრაზე მოხვედრა? მე ყოველთვის გავარკვევდი სხვათა შორის. მაგრამ ალბათ გოგო ვარ და შეიძლება მეპატიება ამ კუთხით, პატიო ხო? მე მიყვარდა ძალიან, კი. როგორ გაიხსენებ ამ პერიოდს, როცა მასპინძლის რანგში იყავი, უფროსი სტუმრები მოდიოდნენ და როგორც თქვი, სტუმართ მასპინძლობით გამორჩეულია საქართველოს და მით უფრო იმერეთი. როგორ იხსენებ ამ პერიოდს? ძალიან კარგი პერიოდი იყო, ბედნიერება იყო, სრული შემადგენლობა, როდესაც ვიყავით, უფრო რა თქმა უნდა, კარგი იყო. ეხლა ცოტა შემცირდით სამწუხაროდ. მაგრამ იმ პერიოდში ჩემი აზრით ჟიამული როცა იყო, მეც ჩართული ვიყავი ამ ყველაფერში, აი სუფრის მსვლელობაშიც, მოხმარებაში, ასე ვთქვათ, ოჯახის და მარანშიც შეხება მქონდა ბავშვობიდან. კარგი. მარანი სიამაყე თქვი, მაგრამ სამზარეულოშიც თუ გამოიცემ? სამზარეულოში იმდენად არა, მაგრამ შემიძლია ისე რომ გავაკეთო, არ არის პრობლემა. კი ბატონო. მოკლედ ბავშვობის მოგონებები ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ ჩვენს ჩამოყალიბებაში. გარდა ამ ასპექტისა, რითი ერთობოდი ხოლმე ბავშვობაში? იმის დამიხედავად რომ დიდი მაინც არ ხარ, რაღაც მოგონებები გამოგყვება. ბავშვობაში ცეკვავდი 7 წელი. ხელოვანი ვიყავი. შემდგომ სწავლითაც ვსწავლობდით, რა თქმა უნდა. კარგი მასწავლე იყავით ეს არ მაცობდა? გამორჩეულ საგნებში, რა თქმა უნდა. რომელი იყო ეს გამორჩეული? უფრო მაინც მათემატიკას მივიწევდი კი. ჩემი დაც პედაგოგია, ჩემი მეუღლეც პედაგოგია. დიახ. და ასე რომ კი. ცეკვის გარდაც კიდევ გვიყვარდა კაცო გართობა, რა თქმა უნდა, ბავშვებსა, ვერთობოდით კიდევ. ეზოში არ თამაშობდით? კი, რა თქმა უნდა, როგორ არა. როგორც ყველა ბავშვი. როგორც ყველა ბავშვი, თან ცოტა სხვა, კი, უფრო გაჯეტებში თამაშობთ, მაგრამ მაინც დარჩა რაღაცები და კარგია, როცა დღეს უკვე კვარაცხელია, ზივზივაძის მაისურით თამაშობენ ხოლმე ბავშვები და ამეჭერსაც დიდი წვლილი აქვთ, რომ ისევ დააბრუნეს ბავშვები იმ ბავშვობაში და ეზოს თემებში. კარგი გაგებით ცხადია. ეს არითმეტიკა გეხმარება, მაშინ როცა თამადა ხარ, კარგად გააკონტროლო. ხალხს თუ დავსვით. არა, სადღეგრძელოს და რაოდენობაც ხო შეიძლება დათვალო. არა, არ ვიცი თქვენ წარმოიდგინეთ. არა? არა. კარგი. მოდი მითხარი, აი, როდის მოგანდეს თუ თავად გადაწყვიტე, რომ მიენდოთ თქვენთვის, რომ გეთამადა. სწორად ვამბობ, ხო? კი. ჩემს სანათესაუში ბიძაშვილი მყავს, სპორტსმენი, რაგბისტები არიან. სად თამაშობს? ქუთაისის აიას კაპიტანიც იყო ეს პერიოდი, ეხლა უბრალოდ საფრანგეთში არის. და ხშირად მქონდა მაგ ხალხთან შეხება რა. და ჩემს ბიძაშვილის სამეგობროსთან ერთად როცა დავждებოდით, მაინც შედარებით უფრო პატარა ვიყავი და მაკედან დავიწყეთ უფრო მომანდეს ეგ საქმე რა და ანუ მორაგბეებში გაიარეთ სტაჟირება? ხო, ასე შეიძლება თქვათ.
კარგი. და შემდეგ კარგი, ეს არის რაღაცა ვიწრო წრე, მაგრამ უფრო ფართო წრეში როდის ფართო წრეში როგორც ასეთი ალბათ სადღაც 2-3 წელი არის, რაც ან დიდ ქორწილებშიც მომწია. რა საპარაკო. კარგი. რა სხვაობა არის ვიწრო წრესა და უფრო დიდ მასას შორის, მას საზოგადოებას მაპატიებთ? ვიწრო წრეში მაინც უფრო თამამი ხარ. პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა სულ არის ორი ადამიანის სუფრაზე, მაგრამ ხა როგორც ასეთი სად 400 რო არის და 300 და სად 1000 ასე რომ. კარგი, პასუხისმგებლობა ახსენეთ და რაში გამოიხატება თამადის პასუხისმგებლობა? ადამიანის ყურადღება, სადღეგრძელო, რა ვიცი, ჩემთვის ზოგადად ყველა სადღეგრძელო კარგი არის და გულიდან წამოსული უნდა იყოს ასწავარია და როგორც ასეთი პასუხისმგებლობა ისაა რომ მაინც ხალხს ყურადღება ჭირდება ყოველთვის რა. და როგორ გამოხატავ ამ ყურადღებას? მე არ მიყვარს სუფრაზე ყოფნა და სადღეგრძელოს მოსმენა სხვათა შორის, მინდა ვთქვა, ასე რომ ალბათ ეს თამადაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შეიძლება იყოს მომაბეზრებელი, როგორი შეიძლება იყოს მის სასაუბრო ტონი და ანუ როგორ რა მაინტერესებს იცით, ანუ თქვენს მოსაზრებებს და თქვენს ფიქრებს და რას ფიქრობ ამას თავს ახავს საზოგადოებას თუ უბრალოდ ლოიალური ხარ და ცდილობ ყველას კომფორტული გარემო შეუქმნათ თუ უბრალოდ ჯიუტად რასაც ფიქრობ იმას ამბობ და არა, სიჯუტე ცოტა ისეთ რაღაცა არა, მაგრამ რასაც ვფიქრობ, ვცდილობ რომ ის გადმოვცე ხალხს, ოღონდ რა თქმა უნდა, ლამაზ ფორმაში. კარგი, ემზადები ხოლმე წინა, მაგალითად იცი რომ ხვალ სადღაც უნდა წახვიდე. აი, როგორც ასეთი უნდა ვიცოდე, ჩემი აზრით ასეთ რაღაცა სახელები მინდა რომ ვიცოდე უფრო იმ ხალხის ვის ირგვლივაც მინდა რომ ვიტრიალო. პარგალკას იყენებ? არა, არ მჭირდება, ერთ გადავხედავ და კარგი. ჯერ ახალგაზრდა. ჯერ ახალგაზრდა ხარ ხო? დალევა თუ გიყვარს ისე. იმიტომ რომ მე მყავს აქ გადაცემაშიც დადიან თამადები და ამბობენ რომ ისინი არ სვამენ უბრალოდ თუ კი დათვრებიან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ წარუძღებიან სუფრას. არა, დალევითაც სვამთ, რა თქმა უნდა. მინიმუმი რამდენია და მაქსიმუმი? აუ როგორც ასეთი ახალ და ანგარიშებით არ ვანგარიშობ, მაგრამ შეგვიძლია ალბათ ერთი 3 ლიტრს ალბათ აუცილებლად მივირთე. ეს კარგი დოზაა თუ ადამიანის კონდიციას კარგი დოზაა ძალიან და არც არის მეტი საჭირო ჩემი აზრით. კარგი, როგორც თქვი, ეს სახელები უნდა იცოდე პირველ რიგში, ახალგაზრდა ხარ და არ საჭიროებს შპარგალკებს, მაგრამ მაინც მოსამზადებელი რიტუალი როგორია ახლა? მარტო დავიმახსოვრეთ და შემდეგ რა ტვინში ვალაგებთ, რა უნდა ვთქვათ, როგორ ვთქვათ, თუ იმპროვიზაციაა ყველაფერი. თავისთვის მოდის ყველაფერი იქ რომ სუფრაზე იქ. კარგი, ყველა სადღეგრძელო ძალიან პატივსაცემია ჩემთვის. ძალიან. გამორჩეული სადღეგრძელო რა გაქვს? როგორც ასეთი გამორჩეული, რავი, ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს. და აუცილებლად რომ მართვა ისე არ შეიძლება. ბებიები და ბაბუები რა თქმა უნდა რომ მის ხელშიც ვარ გაზრდილი. არის რა კიდე ყველა სადღეგრძელო კარგია რა თქმა უნდა, ხა მშობელი კარგია, დედმამიშვილი კარგია, რა თქმა უნდა, ხა რომელი გამოვარჩიო. ხო, მაგრამ რომ ხელზე ვიკპინო. ყველა კეთკინება ხო. კარგი. ყველა სადღეგრძელო თუ ძვირფასია, მაინც ანუ სიახლეების შეტანას ცდილობ, იმიტომ რომ რაღაცები უკვე ნათქვამია ხო ათასგზის და შეიძლება თქვენეული ინტერპრეტაციით კი ამბობთ, მაგრამ აი რაღაც რაც დაინახე მაგალითისათვის და გამოარჩიე. სიახლეები ახლა რა ვიცი ისეთ რაღაცაა რომ მაგ ქორწილში როცა ხარ მაინც ისეთ სიტუაცია რომ კართობა უნდა ხალხს მაინც და ვერ გადაახტები იმდეს და თორე გიფიქრია ისე რომ არ მიგეცა იმდენი სუფლება რამდესაც ბედავე ხოლმე არა იმიტომ რომ ქორწილი არის იმის რომ ჩვენ დალევას სულ მოვასწრებთ ქორწილია გართობა ჩემი აზრით და მინდა რომ უთმეტეს ახალგაზრდების ირგვლივ თუ ვართ მინდა რომ ძალიან გაერთოს ყველა და ისე იმიტომ რომ მეც მოცეკვავე ვიყავი და ცეკვაც მიყვარს და რა ვიცი დორსტარება ძალიან მიყვარს ხო და ახლა სუფრაზე კარგად გეს ვერ ნახავ ხო უკეთესად გეს ვერ ნახავ კარგი რომელ სადღეგრძელოს არ დალევა რასოდეს თუ არ შესვამ როგორც არის არის რაღაც პრინციპულად რო არის როგორც ასეთი ხო ვარ და დინამო სადღეგრძელო დაგილავია არასდროს ტორპედოსი დაგვილე აი ხედა როგორი ამბები აქვს კი დაგვილე ვის გარემოცვაში თუ გახსოვს რა თქმა უნდა სპორტსმენებთან და აი იმ ბიჭებთან ვინც ვახსენე იმიტომ რომ ხშირად აღნიშნავდით სულ აიას გამარჯვებას როდესაც თამაში ჰქონდათ და ძალიან ჩართული ვიყავი მაგრამ ეხლა უკვე ისეთ და ოჯახი რაღაცა ისეს და უფრო ვეღარ ვიცლით რა გასაგებია კარგი. ანუ თუ გახსოვს, მხოლოდ ხა ერთი არის კარგად შეიძლება სადღეგრძელო წარმოთქვათ, მაგრამ აი ეს ტრადიცია როდის ისტორია თუ იცი, როდის მკვიდრდება საქართველოში რა გზა განვლო და რა არის თამადა, ვინ არის თამადა და რა უნდა თამადას ჩვენგან რომ გითხრა. თამადა არის ჩემი აზრით ერთი უწყინარი ადამიანი?
მე კი რომელიც აი ასე ვიცით თქვა ორი ადამიანი რომ იყოს უბრალოდ ერთი თამადა არის ერთი დამხმარე თანათამადას უძახით რა ჩვენ და ვიცეთამადა თანათამადა ხო არ ვიცი როგორ ახლა ეგ უკვე ესეთი რაღაცა და ტრადიციებში გვაქვს ჩვენ ძველიდან დაწყებული და მის მერე გრძელდება და კი ვართ ასე ყველა სუფრაზე ყავს თამადა ანუ რა სუფრაზეც მოხდები აუცილებლად თამადა უნდა იყო თუ ყოფილა შემთხვევა რომ მე კი ყოფილი კაცო არ ყოფილი რა თამადა და ბრაზდები ხოლმე იმ თამადაზე ახლა ეს უნდა თქვა ახლა ის უნდა არა არასდროს მაგრამ ახლა ისეთი რაღაცა რომ რაღაც საკითხში რო არ მომწონებია კი გამიმახვილებია ყურადღება მაგრამ მაინც ბრაზდებია ცოტა ისეთ ხო ახლა გადაჭარბებულად თქვი მაგრამ ალბათ მიხდებოდი რომ არ იყო ასეთი სიმძაფრე აი ამ მიყვარს მაგალითად ქორწილში ხო ახლა სულ თამადა ხარ ვიქნები კაცო ქორწილში ყოფილა რომ აი არაცადეს მაგალითად ახალგაზრდებს ან სიმღერა ან ცეკვა და აი ამაზე გაუბრაზებული ვარ ვებჭი ანუ თამადა რო სხვა არის თამადა ხო რო არაცთის ასე ვთქვა ახლა იმიტომ რომ კი ვთქვი და კიდე ვიტყვი რომ გართობის არის ქორწილი რა მაინც ახლა სულ ჭიქით ხელში ხო არ ვიქნებით რა კი ნახე რა მაინტერესებს მათე თუ ანუ ვინ იყო ის პირველი ადამიანი მაგალითად თამადა ვინც მოგანდომა რომ მოდი მე სადღეგრძელოს წარმოთქვამ ვინ დაგაინტერესა ხო ერთი არის სტომართმოყვარეობა და ოჯახური ტრადიციები და შეიძლება ვინმესგან მოისმინე ესეთი ფრაზა რომ მოგეწონა და გადაწყვეტა რომ თავადაც მოგესინჯა ძალები ახლა როგორც ასეთი ჩემი კუმირი არა კუმირი ავტოგრაფს რო გავუართვე ეგეთ თამადა რა ვიცი ახლა სიმართლე გითხრათ მამა ჩემი როცა იყო თამადა და ბაბუა ჩემი მაშინ ავი ლექსებს არ ყვებოდნენ მაგრამ როგორც ასეთი ინტერნეტში უფრო თუ სადმე წავაწყდებოდა და მომეწონებოდა რომ წაიკითხავდნენ ლექსს და რაღაცა და სასიამოვნო იყო იქიდან კიდევ უფრო დამაინტერესა რა ასე ვთქვათ. კარგი, პოეზია ახსენე და ალბათ სუფრას და ზოგადად როცა მეგობრები შეიკრიბებიან ან არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან კარგი არის როცა ყველაფერი ჭამაზე და სმაზე არ გადის, ხო? უფრო მეტი არის ალბათ ეს კულტურის ნაწილად შევრაცხავთ. პოეზიაში ძლიერი ხარ? ძლიერი სიმართლე გითხრა არა ვარ. იქიდან გამომდინარე რომ გითხარით უფრო მათემატიკა მეყვარდა და ამ ბოლო დროს უფრო მომაწვა ხო არა და როგორც ასეთი ზედმეტიც არ მეყვარს. მაგრამ მაგ ჩემი აკვიატება ზოგადად კი გითხარით სამშობლოზე რაღაც მიყვარს რა ვიცი. კი, ხო, ჩემი მხრიდან ხوار ჩათვლით უხერხულობად, რომ გთხოვოთ რაიმე ლექსი წაგვიკითხო, თუ გექნება სურვილი ცხადია ძალდატანება, ჩემ აი როგორც თქვენ გამოიყენებთ ხოლმე ძალას თქვენ თანა სუფრის კოდი ადამიანებისადმი მე სტუმრებზე არ ძალადობ. რა შეიძლება. გისმა ყურადღებით. მაშინ მიუძღვნათ ჩვენ საქართველოს როგორც ვახსენე. მიუძღვნათ ჩვენ სამშობლოს. მაშინ თქვენ ფიქრობთ რომ არ ყოლია მტერი რუსთაველს? არ გაქცევია სამშობლოდან სულ თამხუთავებს დამარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია რომან ქართველმა უცხოეთში სული დალია იქნებ ტრფიალმაც გარდახოცა ყველა მელექსე თეიმურაზი არჩილ მეფე ვახტანგ მეექვსე მანსულ ხანსაბა გამოაწყო ბერის კაბაში ძვალ შესანაგი დაუკარგა ბესი გაბაშვილს მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი დაბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით იქნებ ტრფიალმაც ჭავჭავაძეს ესროლატყვია ან სიყვარულმა ჰკრამაჩაბერს ხელი საბიწეთ იქნებ იმასაც სიყვარული ჰქვია რამა შეშალა ღვთის არწივი მოჩხუბარისძე არა ქართველთა გზა არ არის ეგრე იოლი თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება სარკმელს გააღებს ამ ღრეული გალაქტიონი დაქვა ფენილზე შურუ დულივით დაენარცხება თუ ფიქრობს ვინმე დადუმდეს ენა ვერ მოესწრებით არა და ვერა შოთა რომ არა ტატო რომ არა კიდევ ჰო მარა ესენი როა ახალი დროა სოლომონ რომა კლავ დაიქუხო საქართველომან ირიჟაჟებს დილამოვა კრიალა ტოროლაცა შეასკდება მთლიანად მიწიანად ჩირგვიანად ხიანად საქართველო ყვავის ყველაფრიანად რაძნელია რუსთაველო მეტეხოდა დიღმის ველო მოდიოდა და ფიქრობდა ეს არ არის საქართველო ნაკუწ კი არა გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად მიწას ცასაც მინდორველებს ხიანად საქართველოს მოთმინების ფიალას მადლობა მათე როგორ გესმის სამშობლო ანუ მე ვთქვი
რომ არ მიყვარს სადღეგრძელოები და გეტყვი რატომ არ მიყვარს, იმიტომ რომ სადღეგრძელოებში ისე ვუხსნით ხოლმე ერთმანეთს სიყვარულს და ისე ვეტრფით სამშობლოს და როცა სუფრას მოვწყდებით, ისე სხვაგვარად ვიქცევით, რომ პროტესტში მოვდივარ, რომ არ შეიძლება მხოლოდ რაღაც სიტყვებით გვიყვარდეს სამშობლო, სიტყვებით გვიყვარდეს მეგობარი, საქმე და სუფრის მიღმა ვიყოთ რადიკალურად სხვა ადამიანები. გაქვს თუ არა ჭიდილი ეს გარშემოყოფებთან და საკუთარ თავთან, რომ შეიძლება სიტყვით ერთი წარმოთქვი, მაგრამ ქცევით მეორე გააკეთეთ. არის ბევრი კი ნახავს. როგორ ხო მითხარი აბა? მაინტერესებს თამადის აზრი. არის ბევრი ადამიანი, რომელიც ნამდვილად ერთ საუბრობს და მეორეს აკეთებს. ბევრი შეხვედრია ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს, ხო და რავი მე როგორც ასეთი მე ჩემი ქვეყნის გარდა ცხოვრება არსად არ მინდა. სიმართლე გითხრათ, ახლა ტრადიცია რაც აქვს, მივყვები იმ ტრადიციებს ჩვენ სამშობლოში რა ტრადიციებიც არის და რა ვიცი კი და კიდევ ვიტყვი, საქართველოს გარდა არ ვიცხოვრებდი არსად არასდროს. რაც არ უნდა გამიჭირდეს, რაც არ უნდა იყოს, მე მაინც მიჩემია ვიყო ჩემს სამშობლოში. ქოთაისი რატო გიყვარს? პირველ რიგში აქ გძელოს რამდენად ხშირად ხომ? რა თქმა უნდა ხშირად როცა ვიწრო წესში ვართ უფრო, იმიტომ რომ მაინც ქორწილში ძალიან ბევრი ხალხი რა ზოგი ჩამოსულია, ზოგი ის არის, ზოგი ის არის და მაინც ვერ დააძალებ ადამიანს რომ ისინი ქუთაისის სადღეგრძელო დალიო და რა ვიცი ქუთაისი იმიტომ მეყვარს რომ პირველ რიგში აქ დავიბადე. დიახ. აქ ვიზრდები. აქ ვიქნები სულ. ასე წასვლას არაფერი. არა. რიკოტსაც ვერ გავწდები იქეთ სიმართლე გითხრათ. მაგრამ მომიწევს ხოლმე. არა კი მასე კი. საცხოვრებლად თქო. და რაც შეეხება სიტყვას და სიყვარულის ქალაქია ჩვენ ქუთაისი. თუნდაც ეს ორი განმარტება არის ხო საკმარისი. და რა ვიცი, კომფორტულად ვზნობ თავს, იმიტომ რომ თან მით უმეტეს ყველა სანათესაო საახლობო აქ არის და ურთიერთობა მეყვალს ხალხთან და იმიტომ არის უფრო კარგი კიდევ რომ აქ ვართ ყველანი. კარგი, მათე რომელსაც უყვარს სადღეგრძელო, რომელსაც უყვარს იყოს თამადა და რომელსაც უყვარს ურთიერთობები, ალბათ რაც არ უნდა კონცენტრირებული იყო. აი, მაგალითად ხვალ ხარ თამადა პირობითად. დღეს ადრე უნდა დაიძინო, რაღაცაზე უარი არ უნდა თქვა, თუ აი როგორც არა, ჩვეულებრივად. ანუ ახლა დამემთხვა ესეთ რაღაცა რომ 4-ში ვიყავი ქორწილში და კიდევ 6-ში ვიყავი. ოჰო. ორივეშთან და ძალიან რთული იყო კი მართალია, მაგრამ მაინც შევეპოვეთ ასე რომ ვთქვათ. კარგი, ხშირად ახსენებ ვიწრო წრეს და 400 ადამიანს ან 300-ს. ალბათ რთული არის ხო, როცა ლოიალურობას ვცდილობ, ხშირად ალბათ ყოფილა შემთხვევა თქვენს მომენტშიც, რომ სადავეები ხელიდან შეიძლება გაგექცეს ვიღაცა არის მენს, ვიღაცის ინტერესი სხვაგვარად გამოიკვეთა. აი, რელსებიდან გადაგიხვევია, თქვა და რადიკალურად სხვა რამე გითქვამს იმის გამო, რომ სხვა საზოგადო, იმიტომ რომ ფსიქოპორტრეტს ხო არ გამოიძიებ წინასწარ სად მიდიხარ, ვინ შეიძლება იყოს. როგორ არა, გადაგვინაცვლებია სადაგრძელოს სხვანაირად წაგვიყვანიათ სიტუაციიდან გამომდინარე, მდგომარეობიდან გამომდინარე. დაზეპირებული სიმართლე გითხრათ არა გვაქვს, რა ვიცი მე პირადად არა მაქვს და აი შეიძლება ისეთ რაღაც მომინდეს რომ ვთქვა, ოღონდ უნდა იყოს რა თქმა უნდა კითხვი ფარგლებში რა და არ უნდა შევაწუხოთ ისე რომ თქვას ეს რა თქვა ვინმე რა სიტუაცია. კაცრი თამადა ხარ? მოსმენა მიყვარს, როცა მისმენენ, მაგრამ ახლა ისეთი რაღაცაა, რომ ყველა ნახდათ ვერ მოგისმენს და არა, მაგაში არ გულისხმობ, რომ შეიძლება იქ ჩურჩულებდეს. იმაში გულისხმობ, აი მაგალითად ეს ჭიქა ბოლომდე უნდა დაალიო, ყანწი ბოლომდე. არასოდეს არ ვაძალებ, ვისაც რამდენი შეუძლია, თავარია მოილხინოს და არ აგვირიოს სიტუაცია თავარი ეგ არის. კარგი, ახალგაზრდებში ეს კულტურის ნაწილად განიხილვა, აი რამდენად პოპულარულია სუფრის თემები, როგორ ფიქრობ და რა იცვლება, აი თამადა როგორც ესეთი ხო ვთქვი, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია მაგალ ხშირად იყავი სუფრაზე, ანუ როგორ იცვლება სუფრის თემა წლიდან წლამდე და აი იყო თანამედროვე თამადა როგორია? ხა თანამედროვე თამადა მაინც უფრო ახალგაზრდებს არ ჩვევიათ სიმართლე გითხრა, ხა თინეიჯერი გოგოები რო ვთქვათ და ბიჭები, მაგრამ ვცდილობ რომ სულ ვიყო ისეთ ხალხში, ვისაც ტრადიციები უყვარს და ვამბობთ იმას, რაც მართლაც ჩვენში არის რა. ხო, მაგრამ ისაც აკვა უყვარს, ხო არ ნიშნავს რომ ტრადიციას არ აფასებს და უფრო მეტად ერთობა. და იმ თინეიჯერებში ცოტა მაინც სხვანაირი დალევა არის და სხვანაირი სუფრის მოლხენა.
იმგენს უნდა რომ ცოტა ხასიათზე იყვნენ და всё, იქ ახლა არის სიტუაცია რომ არ აინტერესებთ ასე რომ თქვა სადღეგრძელო ანა. ხო, მაგრამ თავადაც იყავი თინეიჯერი, როგორ იხსენებ ამ პერიოდს? მაგრამ როგორც ასეთი სიტუაციიდან გამომდინარეც ხდება ეს ყველაფერი და ხა როცა არ არის და არის ალაფუშეტი ასე რომ თქვა ყოფილი ვარ მე ქორწილში ვიყავი და ალაფუშეტში ვიყავი და რა ვიცი მეც ავეწყე იქ აურობას რა თქმა უნდა როცა ფრუშეტია იქ სხვაგვარი სადღეგრძელოები არ იყო სიმართლეით რა ვაფშე არ იყო სადღეგრძელოები უბრალოდ ყველა იყო თავის პონჩი ასე რომ თქვა და ხო კარგი და როგორ საწარმოგიდგენია 5 წელს შემდეგ თქვენი თავი ისევ სუფრაზე არა როგორც ასეთი ზოგადად დაინტერესებული ვარ ბიზნესებით და ასეთ რაღაცეებით და რა მინდა რომ რამე საკუთარი გავაკეთო რამე სფეროს თუ არ აქვს მნიშვნელობა თავარია დაიწყო მანქანები მეყვარს ძალიან რა და ისე BMW თუ Mercedes რა თქმა უნდა ძალიან ბავშვობიდან უფრო დახვეწელია ხო ჩემთვის კლასიკა არის და ასე ისა თუ ხმა გესმის მანქანის და ვერ ხედავ იულად ახდენ იდენტიფიცირებას BMW-ს სკოლი შეიძლება იყოს თუ Mercedes-ის კი შეიძლება რა ვიცი ეხა გათანამედროვებული რა ცოტა შეიძლება გაგვიჭირდეს მაგრამ უფრო არ მეწყენენ მაგრამ BMW-ს სკოლებს სხვაგვარი ქცევები აქვთ ასე რომ ხო ცოტა შეიძლება მოკლედ ჯამში რამდენ სუფრაზე ყოფილ ხარ დაგეცვია ძალიან დიდ სუფრებზე რო ვთქვათ ეხლა რავი ალბათ ძალიან ბევრი არა მაგრამ 10 აუცილებლად რა ახალწამდე გაქვს კიდე ჩანიშნული სად უნდა იყო და როგორ? არა. ანუ ძალიან როარ გადაიტვირთო ახლა საერთოდ. არა მას დიდი თან მარხვა არის და ხო, მარხვა არის. კი ბატონო. მოგე ჩავაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. რა მოგწონს ჩვენს ტრადიციებში ყველაზე მეტად რომ მითხრა? და რა არ მოგწონს? იქნება რაღაცაც არ მოგეწონა. აი, სიმართლე გითხრა, ზოგადად მანდილოსანის ჩაცმულებას ვაქცევ დიდ ყურადღებას. და რას მიწუნებ კიდე კარგი რომ რაღაცა. არა, ზოგადად ვიძახ რომ არ მიყვარს რომ აი ძალიან ისე იცვა და გასაგები. ხო. ეს არ მოგწონს. და რა მოგწონს? ნამდვილად ქართულად ლამაზად ჩაცმული ადამიანი, ახლა ეს ერთ-ერთი რაღაცა არის, ხო. მცირე. ჯამში როგორი წელი გქონდა რომ შევაჯეროთ და რას ელოდები ახალი წლისგან? წელი როგორც ასეთი კეიფები კი მოგვიწია ბევრი მაგრამ ისე ნორმალური რა და შემდგომ კიდე უფრო და უფრო კარგი გვინდა რა თქმა უნდა უფლისნებით როგორ წავა ვითარება მაგია ხა ელოდები სანტასგან საჩუქარს თუ ისე კარგადაც არ იქცეოდე ყველა ჩვენი წელი სანტა გყავს რა თქმა უნდა რა ვიცი რაღაცას გამოგროვ ხელს. იქნება რაღაც ხო. ისი არ დარჩები. მოგეთ საციამო იყო თქვენი გაცნობა, კარგ დღეს გისურვებთ, კარგ წელს გისურვებთ და ბევრი საინტერესო საღამო მინდა ჩაატარო თქვენს პუბლიკასთან ერთად, იმიტომ რომ თუ კი საქმეს რომელსაც მომსახურებით რაღაც მაღალ დონეზე ავიყვანთ, დასაფასებელი ალბათ დამეთანხმები და ყველაფერი შრომას მოითხოვს, ასე რომ რა თქმა უნდა. კიდევ ბედნიერი დღე მინდა გისურვო ისევ და ისევ და დროებით დაგემშვიდობები. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, გაიხარეთ. დროებით. მათეს ვანიცეს მასპინძლობდით ძვირფასო ტელემაყურებლობა, გადაცემის პირველიდან წლიანი დასრულებულია, შევისუნოთ და ისევ დაუბრუნდები ამჯერად სტუმრებთან ერთად, დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.